მოვიდით მეგობრებო, ძალიან მაგარი ახალი პროექტით, რომელსაც ქვია ბავშვური თამაშები და დღეს TikTok-ის ლეგენდარული ჯგუფები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ესენი არიან ჯგუფი თბილისიდან წითლები, გამარჯობათ ბიჭებო და გუნდი ბათუმიდან მწვანეები. გამარჯობათ თქვენს მეგობრებო, როგორ ხართ, ხო ხართ მაგრად? ბიჭებს შორის ანგარიში დაიწყება 0-0-დან. კი ბატონო. აგერ ბიჭებო, თქვენ ხართ? ეს ეკო არ გეკონთ ბიჭო. და გადავინაცვლოთ ბიჭებო, პირველ თამაშზე, პირველი ბავშვური თამაში არის ბურთების შეგროვება, რომელიც აქ ზემოთ განთავსებულია. წითელი გუნდი აგროვებს წითელ ბურთებს, მწვანე გუნდი კი მწვანე ბურთებს დაამთავსებს საკუთარ კალათაში. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც პირველი შეაგროვებს საკუთარი ფერის ბურთებს. მოწინააღმდეგისთვის ხელის შეშლა კი დაუშვებელია. თქვენ უნდა შეაგროვოთ ამდენ ფერ ბურთში მწვანე ფერის ბურთები, თქვენ კი უნდა შეაგროვოთ წითელი ბურთები. ჯართის ინსპირაცია, ხო? ჯართის შეგროვება, ბურთების შეგროვება. როგორც გინდა. ამ ყველაფერში კი ჩვენი ხიდეშა დაგვეხმარება, თუ შეიძლება რომ მომზადდეს. გამოიწერეთ მეგობრებო, ხიდეშას არხი გამოიწერეთ. კიდევ შვილსკეხარე. ბათუმისკენ. მაშინ მე თბილისისკენ ვარ. ჩემი ძმები ბათუმიდან. აუცილებლად დაგვიწერეთ მეგობრებო კომენტარებში, რომელი სამეულები შეეჯიბრონ ერთმანეთს და ჩვენ ამ პროექტს განვაგრძობთ და ნახოთ ვინ გაიმარჯვებს ხოლმე. აუცილებლად ჩვენი სამეულიც მიიღებს მონაწილეობას რატის ბარისაც და დაუპირისპირდებით ყოველთვის გამარჯვებულებს და ნახოთ მერე ვინ იქნება ნამდვილი გამარჯვებული. დავიწყეთ პირველი რაუნდი. მზად ხართ? რატი რას მარბენიებ ბიჭო. რაშუ შევწყავით გუგა. აქ პოლშეთი ვარ. ხო გუგა მიდით ბიჭებო, მიდით. მეთქი განშერდი ასუსტოებ ბიჭო. არ ვაგროვებ ბიჭო რა ქუჩი. გუგა გავარდა. გუგას წითელი ბარათი. მომე ჩავდო იმაში. გუგა იყენებდა. თქვენ დავაუწყდა რომ იღებდით. არ დავაუწყდეთ არხის დალაიქება, ვიდეოს დალაიქება და არხის გავი. ვინ მორჩა? არა წითლები არ არის მორჩენილი. კიდეც თუ შეიძლება გადავამოწმოთ. ხუჯერა მოგვიყარეს ისე. ვარზე გადაამოწმე, გადაგვიხარეს იქ. ვარზე გადაამოწმე. მორჩა ბიჭებო, ვარზე გადამოწმდება. ვაღიარებ, გადავყარე ბურთებს. ბიჭების წესებში რახან არ იყო მოცემული რომ გადმოყრა შეუება ბურთების, მე ბიჭებს 4-ში გადმოვყარე მწვანე ბურთები ვაღიარებ ვაშკაცურად და ერთი ქულა მათ თუ ეგრე არის. არა. ერთი თემა მოიგეს. ერთი წუთით. და პირველი ქულა ბათუმი! ესეთი რამე არ მომხდარა აქამდე არასდროს. სულ 3 კაცი არიან და 2 წითელი ბარათი მიიღეს. ბიჭებო, მეგობრებო, ანგარიში ბათუმის სასარგებლოდ არის 1-0. და ჩვენი მეორე თამაში იქნება დოჯბოლი. თამაშის დროს წითელ ხაზზე განთავსებული იქნება 3 ბურთი. სასტვენის შემდეგ იწყება თამაში და გუნდებმა სწრაფად უნდა მოიპოვონ ბურთი, რომ ესროლონ მოწინააღმდეგეს. ვისაც ბურთი მოხვდება, გავარდება. გამარჯვებულია გუნდი, რომელიც ბოლოს დარჩება. თამაში არის 2 მოგებამდე. თუ შეიძლება გადაბრძანდით თქვენს ადგილებზე, ბოლომდე გადაიწიეთ ფარდამდე, თქვენს თუ შეიძლება. წითელი გუნდი მზად ხართ? აბარა. მწვანე გუნდი მზად ხართ? მომწონს. ჩვენც მზად ვართ. მწვანე გუნდის არის. ბიჭებო, ხას არ დააბიჯოთ, თავარია. მე უიჭვილი გამარტყა. თავ ერთას მოხდა გუგას. არ მომხედი ჩემს არ მომხედი. არა, კაი. აიღე. ტაქტიკა. ვაიმე! საცა. რაცა. მოხდა, გუგა გავარდა. ბათუმი დაწინაურდა. ხუთ მესამე სადა?
მოხდა! კუპა და გავარდა. მეგობრებო, ძალიან დაიძაბა, კუპა და გავარდა, მაგრამ 3 ბურთი აქვს აჩი ახლა გაია. სამი დაგჭრას. 10 და. დაგჭრა ბურთი. 1-1-ზე არის, 1-1-ზე არის. დიაჩ, ვიდიაჩ. და 1-0 არის. ნაკრებში ვიყავი ყირგიზეთის მეთქი. გილოცავთ ბიჭებო, გილოცავთ. ყვითელი ბარათი აჩის, რადგან დააბიჯა წითელ ხაზს. მაგრამ ისეთი კამბექი დადო ეკუთვნის. შემდეგ თამაშიც თუ დაადგავს, უკვე გავარდება. ჯერჯერობით 1-0 იგებენ წითლები და დავიწყოთ. ეგრევე არის. ტაქტიკა. დაიჭრე. მოხდა გავარდა. მოხდა გავარდა. გავარდა, კუპადაც გავარდა. აჩი რას ისვრის? აპარატურა დაგვიზიანეს, არა უშავს. მოხდა. ბათუმი! ერთი არის ანგარიში. ბიჭებო, შეგახსენებთ რომ 2-მდე არის თამაში. გუგამ გაიხადა. ოპა, დაიძაბა მგონი. თუმელებს უნდა ეშინოდეს ახლა. ეს ხელი არის ჩვენი. გავაგრძელოთ, ბიჭებო, გავაგრძელოთ. ძალიან დაიძაბა, 1-1 არის ანგარიში, 2-მდე არის ეს თამაში. მზად ხარ? კი. ჩემი თავი შეეჭახე. სუდია, გადახედე. არაფერი. ბრძოლა და ბრძოლა. ბრავო! დაუბრუნა. მოდი. აცდა. პირველი შეტევა არის გუგაზე, როგორც ხედავ ხოლმე. დედა მოუხარ ჩემი ტაქტიკა. ვაუ, რაც და გუგას. დაგვერხადე ვიღალ. გუგამ ეს რაღაც ახალი. ხიდაში ბურთი შემომიგდე მე რა. მეგობრებო, ამ ბურთს თვალებ დახუჭული ავაგდებ და სადაც წავა რა ვიცი. ანუ ჩემმა თავმა გადაწყვიტა, საიდანაც წავიდა, არ ვიცი. მაყიდი დარჩა ისე? პარატოვდი ძმაო. გაფონდია. ვიდი დათუნა. თამაში წავიდა. მეგობრებო, ძალიან დაძაბული ბრძოლა არის. ბათუმს ერთი ადამიანი აკლია. ერთი ადამიანი და მაგ ადამიანსაც აკლია. ლეო, შენი მჯერა, მიდი. გავიდა. მოხდა გუგას, გავარდა, გათანაბდა ანგარიში. არ დაგჭრას ბიჭო, არ დაგჭრას. კუპათაც გავარდა. ძალიან დაძაბული ბრძოლა წავიდა. და ბათუმი 2-0. მეგობრებო, ერთი პატარა ინფორმაცია მინდა გითხრათ, სანამ დავიწყებთ მესამე თამაშს. მაქსიმალურად გადმოვედით ჩვენ სტუდიაში, პავილიონში, ეხლა აქ ვიღებთ და ძალიან ბევრი ასეთი მასშტაბური პროექტი იქნება სულ ჩვენს არხზე, ამიტომ გამოიწერეთ აუცილებლად არხი მოიწონეთ ეს ვიდეო და წინ მივდივართ. ეხლა 300.000-მდე სულ ცოტა, რაღაც 3.000 გამომწერი გვაკლია და შემდეგ უკვე 400-500.000. ამ ყველაფერს უბრალოდ დავიმსახურებთ და მაგის შემდეგ შეგიძლიათ გამოიწონოთ. ზარიზღლაკი გააქტიუროთ აუცილებლად და მოიწონეთ ეს ვიდეო. ახლა კი დავიწყოთ ნელ-ნელა თამაში. მესამე თამაში იქნება ბაგირის გადაკაჩვა. ამ თამაში გამოვხდით ბიჭების სიძლიერეს. რომელი გუნდიც მთლიანად გადაიყვანს მოწინააღმდეგე გუნდს თავის ნახევარზე, ის გაიმარჯვებს.
წითლებო მზად ხარ? წვანეებო მზად ხარ? ეს ბიჭები ხოძე არიან. ხოძე არიან. მოემზადეთ. ახტება ჩემი. მოტიტაკ! მოტიტაკ! ძალიან დადებული ბრძოლა არის. მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ არის. არ უშო, არა, წელი გუნდი უნდა გადავიდეს ბოლომდე. კაპე კაიერი. მე გალენ დავთამაშო. დამასობაში მეგობრებო, ანგარიში არის 3-0 ბათუმის სასარგებლოდ. ბიჭებო, რაღაცა ცოტა უნდა მოინდომოთ. წინ არის თამაშები, მაგრამ რაღაცა დაწერეთ კომენტარებში, რომელი სამეული გინდათ რომ მოვიწვიოთ და რომელ სამეულს დაუპირისპირდეს, ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ და აუცილებლად მოვიწვევთ და ნახოთ, ვინ იქნება გამარჯვებული. წავედით, ახლა გადავინაცვლოთ მეოთხე თამაშს. ჯერ წინ არის ყველაფერი. მეოთხე თამაში ჩვენი მონაწილეები შეეჯიბრებიან ერთმანეთს ცხენით ჯირითში. როდესაც მოთამაშე დაასრულებს წრეს, მან უნდა გადასცეს თანაგუნდელს ცხენი და კუდი, რის შემდეგაც მეორე მონაწილეს შეუძლია დაიწყოს ჯირით. გამარჯვებულია ის გუნდი, რომლის მესამე მონაწილე პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს. ასე გაილით. იმ შემთხვევაში თუ კუდი მოგძრებათ, მოგიწევთ უკან დაბრუნება ალბათ. კი ბატონო. ისევ ცხენით? ესე უკვე პირდაპირ წამოხვალთ. ცხენი დაბრიდა. კი. ასე. რომელი გუნდიც პირველი გაივლის ამ გზას, ის იქნება გამარჯვებული. ნახოთ 3-1 გახდება თუ 4-0. ნახოთ ვინ მოიგებს. ოპა! უგალიდერობს. კუპატა რა ჟირითობს. რა ჟირითობს. კუპატამ გახედნა. ცხენი დარჩა ჩემი. ცხენი დარჩა. არა! რატო გოლოთი რატო? ხანი ცენტრალი გავაგებე. შუაში. ცხენმა ზმაო, არ იყო გაყაიფო. გამოხედე, აგერ იყო და გამოხედე და იგერე ეგ. ცხენი და? ცხენი გააქვს. და მეგობრებო, ანგარიში გახდა 3-1, მაგრამ ისევ ბათუმის სასარგებლოდ. რაომა. მეგობრებო, გადავინაცვლოთ მეხუთე თამაშზე. და მეგობრებო, ერთი ძალიან მაგარი სიახლე გვაქვს თქვენთვის. აღწერაში არის YouTube არხის ლინკი, რომელზეც აუცილებლად უნდა გადახვიდეთ და გამოიწეროთ და ძალიან მაგარი ვიდეო დაიდება სულ ცოტა ხანში. ამიტომ გამოწერილი გქონდეთ და ზარისღილა კი აუცილებლად გააქტიურეთ როგორც რატისბარის YouTube არხზე, ასევე იმ YouTube არხზე, რომელიც აღწერაში არის და ავიყვანოთ 10,000 გამომწერს. ახლა კი მეგობრებო, განვაგრძოთ ვიდეოს ყურება. მეხუთე თამაში მონაწილეები შეეცდებიან ხიდიდან გადააგდონ მოწინააღმდეგე, რათა გადაურჩნენ მომაკვდინებელ ლაზერებს. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტჯერ შეძლებს მოწინააღმდეგის გადაგდებას. თამაში არის 2 მოგებამდე. წავედით. სულტის პირდები. ბიჭებო, ძალიან დაძაბული ბრძოლა გელოდებათ წინ. მოკლედ ესეთი ამბავი არის, რომელიც ჩავარდებით ლაზერზე დაიწვევით. ამიტომ ნახოთ, რომელი გუნდი გაიმარჯვებს. ნახოთ. 3-1 არის ანგარიში და წინ შევხედოთ რა იქნება. დავიდა. მიდი. ნახოთ, პირველი გამარჯვებული ვინ იქნება? მიდი. აჩიმ რაღაცა მოიგონა ეხ. შემდეგი დაცო და კუპატა.
ბიჭებო, მზად ხართ? დავიწყეთ. ვახ, ჩემი. ოპა, მოიგო კუპატა. ბიჭებო, შემდეგი თუ შეიძლება. ერთით-ერთი არის ანგარიში და გადამწყვეტი რაუნდი, სადაც ნაყინი და გუგა დაუპირისპირდებიან და ნახოთ გუგა თუ მოუპოვებს თავის გუნდს ერთ კულას, ან ნაყინი მოუპოვებს ერთ კულას და გახდება 4-1. დაიწყეთ. დავა. ვისა, ბრავო! შანსი ჩვენ ძრებს რომ ესაბაშელიძე ეს სული თამაშია. არ ვიცი, ნაყინიმ გადაწყვიტა რომ დანებებოდა და მოეგებინებინა მესამე ბიჭების და ჩვენ. კი, თამაში. მეექვსე თამაში შედგება. და ვნახოთ, გახდება 3-3 თუ 4-2 მოიგებს ბათუმი. მეგობრებო, გადავინაცვლეთ მეექვსე თამაშზე და ანგარიში 3-2 არის. ჯერჯერობით ისევ ბათუმის სასარგებლოდ, მაგრამ ვნახოთ, თბილისს უკვე შეუძლია რომ 3-3 გახადოს. ჩვენი შემდეგი თამაში არის მეექვსე თამაში 6-ვე მონაწილემ უნდა იცეკვოს 5 სკამის ირგვლივ. როდესაც მუსიკა გაჩერდება, უნდა მოასწრონ სკამზე დაჯდომა. გავარდება ის ერთი მოთამაშე, ვინც სკამის გარეშე დარჩება. გამარჯვებული კი იქნება ბოლოს დარჩენილი მონაწილის გუნდი. ყველასთვის ნაცნობი ასეთი სკამების თამაში. ჩვენ სიმღერას ჩავთავთ, თქვენ წრეზე ცეკვა-ცეკვით მოძრაობთ, როგორც თქვენ შეგეფერებათ და არ გეშლებათ, რა თქმა უნდა. და როდესაც მუსიკას გავთიშავ, ვინც დაასწრებს სკამის აღება შეიძლება? არა. ხო, უნდა იყოს. ბიჭებო, თქვენთვის სპეციალურად შექმნილი გვაქვს ესეთი ლათინო და ცოტა ჩუჩაჩა და ჯანდები და რაღაცა რა ხოხტები ცოტა თხელი გულაობა ხო რა, რა, ცოტა თხელი გულაობა. ცოტა გაქნევა და გამოქნევა გვერდების. ოპა! ოპა! მე აქედან გიყურებთ მაინც. გუგა დარჩა, ცეკვაში გაერთო გუგა. ეს იყო რა ვიცი. არა ძმაო, იმსახურები. გამსაძინა თამაშიდან. ეხუტე, კარგი ხარ? ეს გავაკეთოთ, ეს გუგა. აი ესე დუეტსა. ეხა გავუკეთოთ ისე. აი ყველას ჩახლავს ბუმოვიჩი. ეხ შეხვართებია, როიცა? როიცა? შეგიძლია. აი უნდა დაასა რა. ბიჭო. კარგი ტაქტიკა შეგვირჩიეს რა. 3 ზოლზე მოძრაობდა და არა, მე ფანჩასი მგონი რა. დღეს ჩვენზე ძლიერები გამოდგენ ჩვენს. ნახოთ, აბა არჩივ როგორ დააქამბექა მარტო სოლოზე იქნებ მეც. კუპატას შეუძლია დააქამბექოს, ნახოთ. აი ეს. ოპა! კარგია. კუპატ არ შეგიტყოს ეყვაში კუპატ. ეგ გავიკეთეს. რომელი ჯდებით? არა, ორივე არ ვარდე. თქვენ რაღაცა გაერთეთ იქ. ლახე წინაზე შეიძლება შემიტყუო შეტამაგებელზე. ხა შეწაგაგები. გოლი კამბექი იდებათ მე მო. დავიწყო. ოპა! წრეზე თორე ყვითელი ბარათი მოდის. მოდი ცოტა ვიცეკოთ რა. ცოტა დააკდა, ცოტა. ბრავ, აი, ხო. ცეკვა მომიყვარს და გავერთე, მაგრამ საუკეთესო, ბრავ. ყურადღებით აბა დუელო. საინტერესო თამაშია. ძალიან დაიძაბა, მეგობრებო, ძალიან დაიძაბა. ერთი სკამი დარჩა, ორი მოთამაშე, თითო 4 დუნდული, 2 ტრაკი ვნახოთ თამაში და გაჩვენა. ჩვენ ცეკვა გვიყვარს და არა.
ბრავო. მეგობრებო, ამ რაუნდში შევტრიალდები მე და ისე ჩავრთავ და დავფიშავ სიმღერას. მაინც რაიმე ისეთი რომ არ მოხდეს, ხო, რა ვიცი, ხო ხდები. ამიტომ ასე ვიზავთ, გამოიწერეთ მეგობრებო აუცილებლად ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო ბიჭების სოციალურ ქსელებიც აუცილებლად აღწერაში იქნება, ძალიან მხიარული და მაგარი ბიჭები არიან და ბევრი წარმატება ბიჭებო თქვენ მთელი გულით, სულით და ნახოთ აბა ეხლა რა როგორ განვითარდება. წავიდა! მეგობრებო, 3-3 არის ანგარიში და მოდი ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ და დარწმუნებული ვარ თქვენს დამეთანხმებით გაიმარჯოს მეგობრობამ, ძმაკაცობამ. 3-3 იყოს. და ასეთ რაღაცას გეტყვით. ეხლა 6 ხო ხარ? აქედან 3 ადამიანი შეიკრიბეთ, გადანაწილდით ოღონდ, პლუს ამას ჩელენჯებში იმის საშუალებასაც მოგცემთ, რომ 4 მოხვიდეთ და მერე შეიცვალოთ და რომელიც გინდათ, რომელ თამაშიც გინდათ, მიიღოთ მონაწილეობა და რატის ბარის გუნდი გიწევთ ამ ჩელენჯში, რაც არის ასეთ ჩელენჯებში, თამაშებში, შევეჯიბროთ. ამ ეტაპზე ასეთ თას გადმოგცემთ თქვენ სულ ყველას ერთად, მაგრამ ჩელენჯზე, როდესაც მოხვალთ, ეს თასი წამოიღეთ და მერე გადავწყვიტოთ ვისი იქნება. მუნდიალის პრინციპია. მოსულა? აჰა, ბიჭებო, გავამართით ერთად. მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო კი სულ ეს იყო, გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და წინ სულ ბევრი და ბევრი მსგავსი ვიდეოები გელოდებათ ჩვენი სტუდიიდან, ამიტომ უნდა დავაიქოთ ზავო ეს ვიდეო. იდი რადი. იდი. დავიდა. ერთად. ოიცა რა შვებით ჩემი არა კამერას ვტესტავდი რა იყო თე ჩო გამელოდი და რავი ვინმე კომპანია თუ გამოჩნდება თმის გადაენერგოაზე უარსავი მოიცა ეხა სამჯერ ჩაუშტენ რა პროსტა კლაპისთვის რა მოიცოდეთ ბიჭო რა ჩემი მეთი მესამეზე ვერ მიიღო წავედით მეგობრებო, შემდეგ ვიდეომდე აღწერაში არის ლინკი YouTube არხის, რომელზეც აუცილებლად გადადით, გამოიწერეთ და აბაჰეთ და აბაჰოთ.